სამედიცინო ასტროლოგია, კარმული ასტროლოგია ამბობს, რომ ჩვენი ყველა სამედიცინო პრობლემა არის გამოწვეული ემოციებიდან გამომდინარე, რომ არც მეტის სიხარული არის კარგი და არც მეტი მწუხარება, ანუ მეტი დადებითი ენერგია, ემოცია და იგივენაირად მეტად ბევრი ნეგატიური ემოცია აბნეებს ჩვენს ორგანიზმს. აქ საუბარი არის პირველ რიგში ასტრალური სხეულის დაბინძურებაზე. ნებისმიერი ადამიანის ნებისმიერი ემოცია იწვევს კონკრეტულ პრობლემას, ანუ ასუსტებს კონკრეტულ ორგანოს. თუ ადამიანი განიცდის ან მწუხარებას, ან სიხარულს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ანუ დიდი ენერგია არის, ძალიან დიდი სიხარული, ან ძალიან დიდი მწუხარება, ესეთ პერიოდში ზიანდება გული, ესეთ პერიოდში ზიანდება წვრილი ნაწლავი და ზიანდება საოფლე ჯირკვლები. ანუ ეს სამი ორგანო სუსტდება და შესაბამისად ესეთ პერიოდში არის პრობლემები ამ კონკრეტული ორგანოების. როდესაც ადამიანი არის მთელი ცხოვრების განმავლობაში ან რაღაც გრძელვადიან პერიოდში ორიენტირებული პრობლემებზე და კონცენტრირებული პრობლემებზე, როდესაც ყოველთვის ფიქრობ პრობლემებზე და იმდენად მეტი დადებითს ვერ ხედავ ცხოვრებაში, ესე დროს ზიანდება კუჭი და ზიანდება ელენთა. როდესაც ადამიანი არის სევდიანი, დამწუხრებული, როდესაც არ უხარია არაფერი, ესეთ დროს ზიანდება ფილტვი და მსხვილი ნაწლავი. შიშის დროს ზიანდება თირკმელი და შარდის ბუშტი. ასევე შესაძლებელია სმენის პრობლემებიც. ბრაზის დროს ზიანდება ღვიძლი, ნაღლის ბუშტი და მხედველობა. შესაბამისად, რაც უფრო ხშირად არის ადამიანი გაბრაზებული, მით უფრო ხშირად იქნება აი ამ ორგანოების პრობლემები. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს კონკრეტული ორგანოების პრობლემა ჩვენამდე უცებ მოვა და ჩვენ უცებ მივხვდებით, რომ ამ პრობლემები გვაქვს. ეს არის უფრო დაგროვებითი ხასიათის, ეს თავს იჩენს შემდეგ ადრე თუ გვიან ცხოვრების განმავლობაში. ამიტომ რაც უფრო მეტად გაწონასწორებულები ვიქნებით, რაც უფრო მეტად ესე ვთქვათ, ვიპოვით ჩვენი ცხოვრების ფილოსოფიას, როგორ გვინდა რომ ჩვენ შევხედოთ ცხოვრებას და ჩვენ უნდა შევხედოთ ცხოვრებას მაქსიმალურად დადებითად, უნდა ვიპოვოთ ისეთი მსოფლმხედველობა, უამრავი სხვადასხვა მსოფლმხედველობა არსებობს დედამიწაზე, ამას თქვენ ნახავთ თუნდაც ლიტერატურაში, თუნდაც ფილმებიდან არსებობს შესაბამისი ლიტერატურა, შევხედოთ ყველაფერს დადებითად და შესაბამისად შევამციროთ ჩვენი ეს ნეგატიური ემოციები და შესაბამისად ვიყოთ უფრო მეტად ჯანმრთელები.